მათეს სახარების განმარტება. თავი 27. დავით არცა განთენა, ზრახვა ყვეს ყოველთა მღვდელმოძღვართა და მოხუცებულთა ერისათა იესოსთვის, რაითა მოკლან იგი. და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტოელსა პილატეს მთავარსა. მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმაცა მისცა იგი რამე თუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია 30 იგი ვერცხლი მღვდელმოძღვართა მათ მიმართ და მოხუცებულთა და თქვა, ვცოდე რამე თუ მიგეთ სისხლი მართალი. ხოლო მათ რქვეს მას, ჩვენ და რაი შენი ხილე და დააბნია ვერცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილიბა. შეინანა იუდამ, მაგრამ უკვე გვიან და თავად გამოუტანა თავს განაჩენი. ასეთია ეშმაკი, არაძლევს საშუალებას უზრუნველს, რომ შეხედოს თავის ცოდვებს ადრე, ვიდრე მას მოიმოქმედებდეს, რათა ერთხელ შეპყრობილმა აღარ შეინანოს. რა თქმა უნდა კარგია, რომ იუდამ შეიგნო, მოიცილა ვერცხლის ფული, არ შეუშინდა იუდეველთ, მაგრამ ის რაც მან მოიმოქმედა, ესაა ცოდვა უპატიებელი, ეს არის ბოროტ დემონთა საქმე. ხოლო მღვდელმოძღვართა მათ მოიღეს ვერცხლი იგი და თქვეს, არა ჯერ არს ესე დადებად სიწმინდესა, რამე თუ სასყიდელი სისხლისაი არს. და ზრახვა ყვეს და მოიყიდეს მითა აგარაკი იგი მეკეცისაი, საფლავად უცხოთა. ამისთვის ეწოდა აგარაკსა მას აგარაკის სისხლისაი, ვიდრე აქა დღედმდე. მაშინ აღესრულა თქმული იგი იერემია წინასწარმეტყველისაი, რომელსა იტყვის, და მოვიღე 30 იგი ვერცხლი, სასყიდელი განსყიდულისაი მის, რომელი მოიყიდეს ცეთაგან ისრაელისათა და მისცეს იგი აგარაკისათვის მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მეუფალმან. მათე მახარებლის მოწმობით მღვდელმთავრები არ დაეთანხმნენ იუდას ვერცხლის საეკლესიო სალაროში ჩადებას, რადგან რჯულით აკრძალული იყო ეკლესიის მიერ უწმინდური ფულის მიღება. ეს კი სისხლის საფასური იყო. ამის სანაცვლოდ ერთობლივი გადაწყვეტილებით ერთი მექოთნისგან მოგვიანებით ცარიელი ადგილი შეიძინეს ქალაქის განაპირას უცხოელების დასამარხად. თვითონ ხედავენ, რომ შეისყიდეს მკვლელობა და ამიტომაც არ შეინახეს იგი საცავში. აი მათი საწინააღმდეგო მოწმობა და მხილება გამცემლობაში. ხოლო იესო დადგა წინაშე მთავრისა მის და ჰკითხა მას მთავარმან მან და რქვა, შენ ხარა მეუფე ჰურიათა. ხოლო იესო რქვა მას, შენ იტყვი. და შესმენასა მას მღვდელმოძღვართასა და მოხუცებულთასა არა რაი მიუგო. მაშინ რქვა მას პილატე, არა გესმისა რაოდენსა ესე შეგწამებენ შენ. და არა რაი მიუგო მას არცა ერთისა სიტყვისათვის, ვიდრემდე უკვირდაცა მთავარსა მას ფრიად. ხოლო დღესასწაულთა ჩვეულიყო მთავარი იგი და მიუტევისერსა მას ერთი პყრობილი, რომელიცა უნებნ მათ. იესო პილატესთან მიიყვანეს, როგორც სამოქალაქო დანაშაულში ბრალდებული, ამიტომაც ეკითხება, ხომ არ წამოიწყო მან შფოთი და ხომ არ ქონდა მცდელობა იუდეველებზე გამეფებულიყო. ხოლო იესო ეუბნება, შენ ამბობ. მან არც ის უთხრა არ ვარო და არც ის ვარო, არამედ შუალედურად უპასუხა, შენ ამბობ. ეს შეიძლება ასე გავიაზროთ, ვარ რადგან შენ ასე ამბობ და სხვა არაფერი უპასუხია,
რადგანაც ხედავდა, რომ სასამართლო წესისამებრ არ მიდიოდა. პილატეს უკვირდა უფლისა, ერთი მხრივ იმიტომ, რომ სიკვდილს არაფრად აგდებდა, ხოლო მეორე მხრივ იმიტომ, რომ თუმცა მჭერმეტყველი იყო და თავის გასამართლებლად 1000 რამის წარმოდგენა შეეძლო, მაგრამ ბრალდებლებს არაფერი უპასუხა. აქედან ჩვენც უნდა ვისწავლოთ, რომ თუ კი წამხდარი სასამართლოს წინაშე წარდგომა მოგვიწევს, არაფერი ვთქვათ, რათა უფრო დიდი ხმაური არ გამოვიწვიოთ და არ გავხდეთ მიზეზი უფრო დიდი სასჯელისა, მაშინ როცა ჩვენს თავის მართლებას არავინ უსმენს. ხოლო ყვა ვინმე მაშინ მპყრობილი შესწავებული, რომელსა ერქვა ბარაბა. და ვით არ შეკრებულიყვნენ იგინი, რქვა მათ პილატე, ვინ გნებავს ორთა ამადგანი და მიგიტეო თქვენ, ბარაბა ანუ იესო, რომელსა ქვია ქრისტე, რამე თუ უწყოდა ვითარმედ შურითა მისცეს იგი. ამ სიტყვებით პილატემ იუდეველს მღვდელმთავრებს ესუთხრა, თუ არ გინდათ, რომ იგი გაუშვათ როგორც უდანაშაულო, მაშინ გაუშვით როგორც დამნაშავე, ოღონდ დღესასწაულის გამო. ხედავ წესრიგის დარღვევას, წესით ხალხს უნდა ეთხოვა მთავრისთვის მსჯავრდებულის გამო, ხოლო მთავარს კი მათი თხოვნა დაეკმაყოფილებინა. ახლა კი პირიქით ხდება. ამას მთავარი ითხოვს ხალხისგან, რომელიც მაინც არ ცხრება, უფრო შფოთდებიან, ყვირიან და შურისაგან გამძვინვარდებიან. რა უნდა გაეკეთებინათ, აშკარა დამნაშავე გაეშვათ თუ ეჭვმიტანილი. თუ შეიძლებოდა გაეშვათ ქუჩის ერთი დამნაშავე, მით უფრო შეიძლებოდა საეჭვო დამნაშავის გათავისუფლება. ყავდათ ერთი ცნობილი პატიმარი, ესე იგი ცნობილი ყოველგვარი ბოროტი ქმედებით. და მაინც ასეთიც კი ამჯობინეს ქვეყნიერების მხსნელს. არ შეუთანხმდნენ არც კაცთმოყვარეობის, არც სიწმინდის კანონს, არც რაიმე სხვას. ასე შურმა სავსებით დააბნელა ისინი. და ვითარცა დაჯდა პილატე საყდარსა ზედა, მიუვლინა მას ცოლმან მისმან და რქვა მას, არარაი ძეს შენი და მართლისა მაგის კაცისაი, რამე თუ მრავალი მევნო მე დღეს ჩვენებით მაგისთვის. რატომ თვითონ პილატემ არ იხილა ასეთი რამ? ან იმიტომ, რომ მისი ცოლი უფრო ღირსეული იყო და ამას იმსახურებდა, ან კიდევ იმის გამო, რომ პილატე ასეთი სიზმრის ნახვის შემთხვევაშიც კი არ დაუჯერებდა მას და იქნებ არც არავისთვის გაემხილა იგი. ამიტომ ღმერთმა ისე მოაწყო, რომ სიზმარი ცოლმა იხილა, რათა ეს ყველასთვის საცნაური გამხდარიყო. მაგრამ მან უბრალოდ კი არ ნახა, არამედ იტანჯა ბევრი, რათა ქმარს თუნდაც ცოლისადმი თანაგრძნობის გამო მაინც შეეყოვნებინა მკვლელობის აღსრულება. ხოლო მღვდელმოძღვართა მათ და მოხუცებულთა არწმუნესერსა მას, რაითა გამოითხოვონ ბარაბა, ხოლო იესო წარწმიდონ. მიუგო მთავარმან მან და რქვა მათ, ვინ გნებავს ორთა ამადგანი და მიგიტეო თქვენ, ხოლო მათ რქვეს ბარაბა. რქვა მათ პილატე, რაი უკვე იყო იესოს, რომელსა რქვიან ქრისტე. რქვეს მას ყოველთა, ჯვარს ეცვინ, ხოლო მთავარმან რქვა მათ და რაი ბოროტი უქმნიეს, ხოლო იგინი უმეტეს ღაღადებდეს და იტყოდეს, ჯვარს ეცვინ. ყველაზე საშინელი და უსამართლო რამ მოხდა, მის თავს ავაზაკი და მკვლელი ბარაბა არჩიეს. ეს მაშინ, როცა ერთ-ერთი სამსჯავრო და გათავისუფლების საკითხი დადგა. მათ არა მხოლოდ ჯვარცმა სურდათ ქრისტესი, არამედ მისთვის ცუდი ხმების გავრცელებაც. თითქოს და იგი ავაზაკზე უარესი და რჯულის იმდენად დამრღვევი იყო, რომ კაცთმოყვარეობასა და დღესასწაულზე მინიჭებულ უფლებებსაც არ შეეძლო მისი ხსნა. ეს ყოველივე
მისი ხალხის თვალში დამცირების განზრახვით ჩაიდინეს. ამიტომაც აცვეს ჯვარს ორ ავაზაკს შორის. ვითარცა იხილა პილატე რამეთო არარას არგებს არამედ უფრო იზღა შფოთი იქმნების, მოითხოვა წყალი და დაიბანა ხელნი წინაშე ერისა მის და თქვა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისისა, თქვენ იხილეთ. და მიუგო ყოველმან ერმან და რქვეს: სისხლი მაგისი ჩვენ ზედა და შვილთა ჩვენთა ზედა. ხელებს იბანს რათა აჩვენოს რომ თვითონ სიძულვილისგან განწმენდილია. ცუდად აზროვნებს, ქრისტეს თან მართალი უწოდა და თანაც მკვლელებს გადასცა. სასჯელი მკვლელობისთვის იუდეველებმა თავიანთ თავზე აიღეს, რომელმაც მოაწია მათზე. რომაელებმა ისინიც და მათი შვილებიც ამოწყვიტეს. სხვათა შორის იმ ებრაელების შთამომავლებს, რომელთაც უფალი მოკლეს, მისი სისხლი დღემდე ადევთ. უფლის ურწმუნოების გამო ყველას განიდევნებიან და ამის გამო დევნილთ არც შეწყალება აქვთ. დიახ, მისი სისხლი იყო მათ შვილებზე, ოღონდ ყველაზე როდი, მხოლოდ მათზე, ვინც მამა-პაპათა უკეთურებას მიბაძავდა. არც მაშინვე მოუვლინა მათ სასჯენი და უბედურებანი, არამედ ჯვარცმიდან 40 წლის შემდეგ. უფალს სურდა დრო მიეცა მათთვის სინანულისთვის, რათა დანაშაული გამოესყიდათ. მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესოს შოლტითას სცადა, მისცა მათ რაითა ჯვარს ეცვას. მაშინ ერისაგანთა მათ მთავრისათა წარიყვანეს იესო ტაძრად და შეკრიბეს მისზე და ნათესავები იგი ყოველი. და განძარცვეს იგი და ქლამინდი მეწამული შემოსეს მას. და შეთხზეს გვირგვინი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისა და ლერწამი მისცეს მარჯვენესა ხელსა მისა და მუხლნი დაიდგინეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს: გიხაროდენ მეუფეო ჰურიათაო და ვნერწყვიდეს მას და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა მისა. თითქოს შეთანხმებულივით ზეიმობდა მაშინ ეშმაკი. რადგან ვთქვათ თუ იუდეველები უფალს ასე შურისა და სიძულვილისაგან დაბრმავებულნი ექცეოდნენ, რატომ აკეთებდნენ იმავეს უცხო მხედრები? არ არის განაცხადი რომ ეშმაკი მაშინ ყველას ეუფლებოდა. ისინი მას მუხანათურად დაესხნენ თავს. შეიძლება იუდელოთა გულის მოსაგებად, ან კიდევ მხოლოდ საკუთარი ბოროტებით. მრავალგვარი იყო შეურაცხყოფა. ამის შემდეგ როგორღა ვიმართლებთ თავს ჩვენ, რომლებიც მცირე წყენაზეც კი ბობოქრობთ, ეს მაშინ როცა ქრისტემ ამდენი სატანჯველი დაითმინა. არა ერთი რომელიმე ნაწილი, არამედ მთელი მისი სხეული იტანჯებოდა. თავი ეკლიანი გვირგვინით და ჯოხით, სახე ცემითა და ფურთხებით, ლოყების სილის გაწვნით, მთელი სხეული მათრახის რტყმითა და გლეჯით, ქლამინდის შემოსვითა და მოჩვენებითი მუხლის დრეკით. ხელი იმ ჯოხისგან, რომელიც მას მიაჩეჩეს სამეფო სკიპტრასავით. რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი და მტანჯველი? რა არის უფრო შეურაცხმყოფელი? შეუძლებელია ყველაფრის აღწერა. როგორც უწინ წინასწარმეტყველებს საკუთარი ხელით ხოცავდნენ იუდეველები, ახლა ქრისტეს კლავენ სასამართლოს განაჩენით. ისინი თავად სჯიან, თავად დებენ ბრალს, ყვირიან რა პილატეს წინაშე, ჩვენზე იყოს და ჩვენ შვილებზე მაგისი სისხლი. თავს ესხმიან სიძულვილით და თავადვე აწამებენ, ხელფეხს უკრავენ, შეურაცხყოფას აყენებენ, ჯვარზე მიალურს მავენ, დასცინიან და აფურთხებენ. პილატეს თავის მხრივ არაფერი დაუმატებია, ისინი ყველაფერს თვითონ აკეთებდნენ. თავად იყვნენ უფლის შემასმენელნიც, მსაჯულნიც და ჯალათებიც. და ოდეს განკიცხეს იგი,
განსძარცვეს მას ქლამინდი იგი და შემოსეს მას თვისივე სამოსელი და წარიყვანეს იგი რაითა ჯვარს აცვან. და ვითარცა გამოვიდეს იგინი მიერ, პოვეს კაცი კვირინელი სახელით სიმონ. ესე წარიქციეს პახრაკად, რაითა აღიღოს ჯვარი მისი. მათე მახარებელი გვეუბნება, რომ სიმონ კვირინელს მოუწია მაცხოვრის ჯვირს ტარება. იმავე სიმეორებენ მარკოზი და ლუკა. მხოლოდ იოანე მოგვითხრობს, რომ მაცხოვარმა ჯვარი მარტო მზიდა გოლგოთამდე. თან მიჰქონდა თავისი ჯვარი და მივიდა იმ ადგილას, რომელსაც ქვია თხემისა, ხოლო ებრაულად გოლგოთა. რა თქმა უნდა, ოთხივე მახარებელი მართალია. მაცხოვარს მიჰქონდა თავისი ჯვარი. შუა გზაზე რომაელმა ჯარისკაცებმა შეიპყრეს სიმონ კვირინელი და შემდგომ მას აჰკიდეს უფლის ჯვარი. და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსაც ქვიან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი, და მისცეს მას ძმარი, ნაღვლით აღზავებული და გემოი რა იხილა, არა უნდა სუმის. სიტყვა გოლგოთა წარმოშობით სირიულ ქალდეურია, სხვაგვარად აღმოსავლეთ არამეული, რომელ ენაზეც უფლის თანამედროვე იუდეველები მეტყველებდნენ და აღნიშნავს ქალათა ადგილს. ნეტარი იერონიმეს მოსაზრებით, ეს სახელი წარმოიშვა დასჯილ დამნაშავეთა თავის ქალებისა და ძვლების გროვიდან, რადგან მათ სხეულებს დასჯის ადგილზე დაუმარხავად ყრიდნენ. მამათა უმეტესობა იმ მოსაზრებას ეყრდნობა, რომ გოლგოთამ ეს სახელწოდება ადამის თავის ქალისგან მიიღო, რომელიც გადმოცემის თანახმად სწორედ ამ ადგილას იყო დაფლული, რომელზეც ახალი ადამის, იესო ქრისტეს ჯვარი აღიმართა. ასე მიიჩნევდნენ მაგალითად წმინდა ათანასე ალექსანდრიელი, წმინდა იოანე ოქროპირი, წმინდა ეპიფანე კვიპრელი, წმინდა ამბროსი მედიოლანელი. აი რას ბრძანებს წმინდა ბასილი დიდი. არსებობს გადმოცემა, რომელიც ეკლესიას დაუწერელი სახით შემორჩა, რომ თითქოს იუდეის პირველი მკვიდრი ადამი იყო. იგი 60-დან განდევნილი იუდეაში საკუთარი დანაკარგის გამო ნუგეშის მისაღებად დასახლდა. ამიტომაც სწორედ ხსენებულმა მიწამ განიკუთვნა პირველად ადამიანის ცხედარი, როდესაც ადამზე მსჯავრი აღსრულდა. იქ მცხოვრებმა ადამიანებმა სრულიად ახალი რამ იხილეს, თავის ქალა, გარშემო მდებარე რბილი ქსოვილებისგან განძარცული. მათ ქალა იქვე განათავსეს და აღნიშნულ მიდამოს თხემის ადგილი უწოდეს. სავარაუდოდ არც ნოესთვის იქნებოდა უცხო ყოველი კაცის პირველ მიზეზის საფლავი. განკაცებულმა უფალმა ადამიანის მოკვდავობის პირველ საწყისი მოიძია და სწორედ ეგრეთ წოდებულ თხემის ადგილზე ევნო, რადგან იქ, სადაც კაცის ხრწნილებას დაედო დასაბამი, სამეუფო ცხოვრება დაწყებულიყო და ადამიანში მომძლავრებულ სიკვდილს ქრისტეს მიცვალებით დაეკარგა ძალმოსილება. ამაში მდგომარეობს ეკლესიის წიაღში თავიდანვე დამკვიდრებული ჩვეულება უფლის ჯვრის ფერხთით ადამიანის თავის ქალის გამოსახვისა, რომელსაც არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. ეს არის თვალსაჩინო მითითება სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა. და ვითარცა ჯვარსაცვეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაითა აღესრულოს თქმული იგი წინასწარმეტყველისა მიერ, რომელსა იტყვის: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი და სხდეს მონ და სცვიდეს მას. რადგანაც სიკვდილ მისჯილებს შიშველს აცვამდნენ ჯვარს, ამიტომ მსხვერპლთა შესამოსელი ყოველთვის მათ რჩებოდათ, ვინც ამ სასჯელს აღასრულებდა. ამიტომაც არის, რომ 4 რომაელი ჯარისკაცი ერთმანეთში ინაწილებდა უფალ იესოს შესამოსელს.
როცა გაიყვეს, იქვე დარჩნენ ჯვარცმულთა სადარაჯოდ, რადგან ყოფილა შემთხვევები, როცა ჯვარცმულნი ჩამოუხსნიათ და მათთვის სიცოცხლე დაუბრუნებიათ. ჯარისკაცები ამ დროს ჭამას მასა და ქილიკში მხიარულ საუბრებში ატარებდა. და დასდვეს თავსა მისა ზედა ბრალი მისი დაწერილი, ესე არს იესო მეუფე ხურიათა. მაშინ ჯვარს აცნეს მისთანა ორნი ავაზაკნი, ერთი მარჯვენით მისა და ერთი მარცხენით. ეშმაკს სურდა ამით დაემდაბლებინა უფალი, მაგრამ ისე რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, განადიდა იგი იმიტომ, რომ ამით შესრულდა ერთი წინასწარმეტყველება თაგანი, რომ იესო ქრისტე შეირაცხებოდა ცოდვილთა შორის. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს, რომელი დახსნით ტაძარსა ამას და მესამესა დღესა აღაშენებთ, იხსენ თავი თვისი. უკვე თუ ძეხარ ღმრთისაი, გარდა მოხედ მაგიერ ჯვარით. ეგრეთვე მღვდელმოძღვარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანადა მოხუცებულთა და ფარისეველთა და იტყოდეს, სხვანი აცხოვნა, თავი თვისი ვერ ძალუთ ცხოვნებად. უკვე თუ მეუფე ისრაელისაი არს, გარდა მოხედინ აწ მაგიერ ჯვარით და გვწმენეს იგი. უკვე თუ ესვიდა ღმერთსა, იხსენინ იგი, უკვე თუ ნებავს იგი, რამე თუ თქვა ვითარმეთ, ძე ღმრთისაი ვარი მე. ისინი თან აღიარებენ უფლის მიერ აღსრულებულ სასწაულებს და თან დასცინიან მას. დასცინოდნენ და ამბობდნენ, სხვები იხსნა და თავის ხსნა კი არ შეუძლია. უარყოფენ ღვთის წყალობით აღსრულებულ სასწაულებს და მოითხოვენ სასწაულებს საკუთარი შეხედულებისამებრ. მათ მიერ მოთხოვნილი სასწაული რომ აღსრულებულიყო, ამაო იქნებოდა ძე ღვთისას ამ ქვეყნად მოვლენის მიზანი, არ მოხდებოდა კაცობრიობის ცოდვების გამოსყიდვა. ეგრეთვე ავაზაკნი იგი მისთანა ჯვარცმულნი აყვედრებდეს მას. აქ ერთი ავაზაკის ნაცვლად ორი ავაზაკი შეურაცხყოფს უფალი იესო ქრისტეს. ლუკა მახარებელი კი მოგვითხრობს, რომ მაცხოვართან ერთად ჯვარცმული ორი ავაზაკიდან ერთი აგინებდა ქრისტეს, მეორემ კი ამის გამო უსაყვედურა პირველს და აღიარა უფალი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახარებები ერთმანეთს არ ემთხვევა. უბრალოდ თავიდან ორივე შეურაცხყოფდა ქრისტეს. ხოლო როდესაც მზე დაბნელდა და მიწა იძრა, მაშინ შეინანა თავისი სიტყვები და აღიარა უფალი. ორი ავაზაკი სიმბოლოა იუდეველებისა და წარმართებისა. თავდაპირველად ორივემ, იუდეველებმაც და წარმართებმაც შეურაცხყვეს და უარყვეს უფალი იესო ქრისტე. შემდეგ წარმართებმა იხილეს დიადი ნიშნები, შეშინდნენ და მოინანიეს. ხოლო მე-6 ჟამიდან დაბნელდა ყოველი ქვეყანა, ვიდრე მე-9 ჟამამდე. და მე-9-საოდენ ჟამსა ხმაყო იესო ხმითა დიდითა და თქვა, ილი, ილი, ლამა საბაქთანი, ესე არს ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევე მე. და რომელთა მე მუნ მდგომარეთა, ესმა ესე და იტყოდეს ვითარმეთ, ელიას უხმობს ესე. და მეხსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმრითა და დაადგა ლერწამსა და ასმიდა მას. ხოლო სხვანი იტყოდეს, აცადეთ და ვიხილოთ, უკვე თუ ელია მოვიდეს ხსნად მისსა. ხოლო იესო კვალად ხმაყო ხმითა დიდითა და განუტევა სული. დაბნელება ბუნებრივი წესის მიხედვით არ მომხდარა, როგორც მაგალითად ეს ბუნებრივად ხდება მზის დაბნელებისას. მთვარის მე-14 დღეს დაბნელება მზისა არ შეიძლება მოხდეს, რადგან მისი დაბნელება მთვარის ეგრეთ წოდებულ დაბადებას უკავშირდება, როცა მზე ბუნებრივად ბნელდება.
რამდენადაც ჯვარცმისას, რომელიც ებრაელთა პასექის დროს მოხდა, მთვარე უეჭველად 14 დღისა უნდა ყოფილიყო, ამდენად დაბნელება ბუნებრივად ვერ მოხდებოდა. ამასთან ეს დაბნელება საყოველთაო იყო და არა ნაწილობრივი, როგორც ამას ეგვიპტეში ჰქონდა ადგილი, რათა ეჩვენებინა, რომ დაბადებული დამბადებლის ტანჯვას თანაუგრძნობს და რომ იუდეველებს ნათელი განშორდა. ზეციდან სასწაულის ხილვის მთხოვნელმა იუდეველებმა დაეახლა დაბნელებულ მზეს უყურონ. რადგანაც ადამიანი მეექვსე დღეს შეიქმნა და მეექვსე ჟამზე იხილა გემო ხის ნაყოფისა, უფალმაც იგი ახლად შექმნა და დაცემისგან განკურნა მეექვსე დღესა და მეექვსე ჟამზე, როცა ხეზე მიელურსმა. წინასწარმეტყველება მან ებრაულ ენაზე წარმოთქვა, რათა ეჩვენებინა, რომ ძველ აღთქმას არ ებრძოდა. ხოლო სიტყვები რაისათვის დამიტევე მე, იმის საჩვენებლად თქვა, რომ ჭეშმარიტად განკაცდა და არა მოჩვენებითად, რადგან ადამიანს უყვარს რა სიცოცხლე, ბუნებრივი სურვილი აქვს იმისა, რომ იცოცხლოს. ამიტომ ისევე როგორც ჯვარცმის წინ წუხილითა და დარდით ჩვენთვის დამახასიათებელი ბუნებრივი შიში გვაჩვენა, ასევე ახლაც როცა ამბობს, რად მიმატოვე მე, სიცოცხლისადმი ჩვენს დამახასიათებელ ბუნებრივ სიყვარულს ამჟღავნებს, რადგანაც ჭეშმარიტად კაცი იყო და ყოველმხრივ ჩვენი მსგავსი, გარდა ცოდვისა. ზოგიერთები ამას ასეც მოიაზრებენ, რომ მაცხოვარი მიეღორა სახე იუდეველისა, სინამდვილეში ეს თქვა, მამაო, რისთვის მიატოვე იუდეველი ხალხი, რომელმაც ესოდენ დიდი ცოდვა ჩაიდინა და დასაყუპად გაიწირა. ქრისტემ, ვინც იუდეველთაგან წარმოიშვა, ამბობს, დამიტევე მე, ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა, რატო მიატოვე ჩემი ნათესაობა და ჩემი ხალხი, რომელმაც ამის გამო თავს ასეთი ბოროტება დაიტეხაო. ადამიანებმა უბრალო ხალხიდან, რომელნიც გაუნათლებელნი და წინასწარმეტყველთა წიგნებში განუსწავლელი იყვნენ, ვერ გაიგეს ეს წამოძახილი რას ნიშნავდა და ჩათვალეს, რომ იგი ილიას უხმობდა, რადგან ყოველმა იუდეველმა როდი იცოდა წინასწარმეტყველთა წიგნებში რა ეწერა, ისევე როგორც ყოველმა ქრისტიანმა არც ახლა იცის სახარება. ძმარი იმიტომ შეასწვეს, რომ მანამდე მომკვდარიყო, ვიდრე ელია მის საშველად მოვიდოდა. ამიტომაც თქვეს ზოგიერთებმა, მოიცავ ნახოთ ელია თუ მოვა მის დასახსნელათო. ანუ ნუ დავაჩქარებთ მის სიკვდილს, რათა გავიგოთ ელია შეეწევა თუ არაო. იესომ კვლავ შეღაღა და ხმამაღლა მამა ღმერთს და განუტევა სული. მან სული არა ძალდატანებით, არამედ ნებით განუტევა. მადლობა ღმერთს, რომ იმ დროიდან მოყოლებული, როცა მან სული განუტევა და მამის ხელებს გადაეცა, წმინდანთა სულებიც ღმერთის ხელშია და არა ჯოჯოხეთის ჯურღმულში, როგორც ეს მანამდე იყო, რადგანაც ქრისტეს სიკვდილი ჩვენს მაკურთხეველად იქცა. ამიტომაც მოუწოდა ხმითა დიდითა სიკვდილს, რომელიც რომ არ მიეხმო, მასთან მისვლასაც ვერ გაბედავდა. და აჰა კრეცსაბმელი იგი ტაძრისა იმის, განიპო ორად, ზეიდგან ვიდრე ქვემდე, და ქვეყანაი შეიძრა და კლდენი განსკდეს. იერუსალიმის ტაძარს გარდა ეზოსი, სადაც ერი იდგა ღვთისმსახურების დროს, ჰქონდა ორი მთავარი ნაწილი, განსაწმენდელი, ანუ საკურთხეველი და წმიდა წმიდათა, რომელთაც ერთმანეთისგან ყოფდა კრეცსაბმელი. წმიდა წმიდათაში, როგორც ტაძრის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში, დასვენებული იყო რჯულის კიდობანი, რომელშიც ინახებოდა უდიდესი სიწმინდეები, რჯულის ფიქალები, ოქროს ბარძიმი ციური მანანით და აარონის კვერთხი. განსაწმენდელში მღვდლები ყოველდღიურად შედიოდნენ ღვთისმსახურებისთვის, ხოლო წმიდა წმიდათაში
მხოლოდ მღვდელმთავარს ჰქონდა შესვლის უფლება, ისიც წელიწადში ერთხელ, სამსხვერპლო პირუტყვის სისხლით საკუთარი ცოდვებისა და ზოგადად იუდეველთა ცოდვების განსაწმენდად. ეს ხდებოდა განწმენდის დიდ დღესასწაულზე. წმინდათა პავლე მოციქულის განმარტებით განასახიერებდა ცას, ხოლო კრეცსაბმელი, რომელიც მასში შესასვლელს ფარავდა, ასევე საიდუმლო მნიშვნელობას ატარებდა. ანუ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი გზა, წმინდა და ჭეშმარიტი ზეცისკენ მიმავალი. ადამიანმა საღვთო მცნების დარღვევის გამო დაიხშო ღმერთთან მისასვლელი გზა და მას უკვე თავისით არ შეეძლო ამ დარღვეული კავშირის აღდგენა. მაგრამ აი მოივლინა უფალი იესო ქრისტე, რომლის წინა სახეც მოციქულის განმარტებით იყო ძველი აღთქმის მღვდელმთავარი, რომელიც წელიწადში ერთხელ შედიოდა წმინდათაში სამსხვერპლოს სისხლით. ხოლო როცა უფალი იესო ქრისტე, ჭეშმარიტი მღვდელმთავარი, კაცთა და ზვარაკთა სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით ერთხელ შევიდა საწმინდარში და მოგვიპოვა საუკუნო გამოხსნა, ანუ ადამიანებს გაუხსნა ზეცა და კვლავ მისაწვდომი გახადა ღმერთთან ერთობა. სწორედ ამას უქადაგებს ადამიანებს კრეცსაბმელის გაპობით. ამიტომაც მისწერდა მოციქული პავლე მორწმუნეებს, რომ მათ ამიერიდან თავისუფლად შეუძლიათ წმინდათაში შეღწევა, კრეცსაბმელის მიღმა გასვლა, სადაც ჩვენი წინამორბედი იესო შევიდა ჩვენთვის. გარდა ამისა, კრეცსაბმელის გაპობა იმასაც ნიშნავდა, რომ ჯვარზე იესო ქრისტეს სიკვდილით ძველი აღთქმა დასრულდა და ძველ აღთქმისეული მსხვერპლშეწირვანი გაუქმდა. და საფლავნი აღეხვნეს და მრავალნი გვამნი შესვენებულთანი წმინდათანი აღდგეს და გამოვიდეს საფლავით მათით და შემდგომად აღდგომისა მისისა შევიდეს წმინდასა ქალაქსა და გამოეცხადნეს მრავალთა. ვინ იყვნენ ეს წმინდა იუდეველები, რომლებიც მკვდრეთით აღდგნენ, ან და რამდენი იყვნენ? ეკლესიის ზოგიერთი მოძღვარი, მაგალითად ეპიფანე კვიპრელი, ვარაუდობდა, რომ ამ დროს მკვდრეთით აღდგა მრავალი მამათმთავარი და წინასწარმეტყველი, განსაკუთრებით ისინი, ვინც ნათესაურ კავშირში იყვნენ უფალ იესო ქრისტესთან, როგორნიც არიან აბრაამი, დავითი და სხვანი. აგრეთვე ის პიროვნებანი, რომლებიც იესო ქრისტეს წინასახეებიც იყვნენ ძველ აღთქმაში, იობი თავისი ვნებით, მელქისედეკი თავისი მღვდლობით და სხვანი. ზოგიერთი მოძღვარი კი ითვალისწინებენ რა იმას, რომ დიდი ხნის წინ გარდაცვლილთა ცნობა აწინდელ იუდეველებს გაუჭირდებოდათ, ფიქრობდნენ, რომ ამჟამად მკვდრეთით აღმდგარი წმინდანები იყვნენ ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მართალი იუდეველები, როგორებიც იყვნენ სიმეონ ღვთისმირქმელი, ანა წინასწარმეტყველი, იოსებ დამწინდველი და სხვანი. ამ აზრს ავითარებს წმინდა კირილე იერუსალიმელი. ამიტომ შეიძლება დავზინოთ, რომ მკვდრეთით აღდგნენ მხოლოდ ის წმინდანები, რომლებიც იერუსალიმის შემოგარენში იყვნენ დაკრძალული. როდის მოხდა აღდგომა? ზოგიერთი ძველი დროის მამა ფიქრობდა, რომ ისინი გაცოცხლდნენ იესო ქრისტესთან ერთად, რომელმაც ჯვარზე სიკვდილის შემდეგ ჩავიდა რა კაცობრივი სულით ჯოჯოხეთში, ისინი ამოიყვანა. ხოლო ასისთავმან მან და მისთანათა, რომელნის ცვიდეს იესოს, იხილეს რაიგი იქმნა, შეეშინა ფრიად და იტყოდეს, ჭეშმარიტად ძეღმრთისა იყო ესე. ქრისტეს ყველა საქმე და სასწაუთქმედება უდიადესია, საღვთოა და საკვირველი, მაგრამ ყველაზე უფრო საკვირველია მისი პატიოსანი ჯვარი, რადგან სხვა არაფრის მიერ არ შემოსრილა სიკვდილი, არ გაუქმებულა წინაპართა შეცოდება,
არ წარტყვენილა ჯოჯოხეთი, არ მონიჭებულა აღდგომა, არ მოგცემია ძალა იმისა, რომ უგულებელ გვეყო ამჟამინდელი და თვით სიკვდილიც. არ განხორციელებულა დასაბამიერი ნეტარებისკენ ზეასვლა. არ განხმულა სამოთხის კარნი, არ დამჯდარა ჩვენი ბუნება ღვთის მარჯვნივ, არ გამხვდარვართ ღვთის შვილები და მემკვიდრეები, თუ არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრის მიერ, რადგან ეს ყოველივე ჯვრისგან განხორციელდა. ქრისტეს სიკვდილმა, ანუ ჯვარმა ღვთის ჰიპოსტასური სიბრძნე და ძალა შეგვმოსა ჩვენ, ხოლო ღვთის ძალა არის სიტყვა ჯვრისა. და ეს ან იმიტომ, რომ ღვთის შემძლეობა, ანუ სიკვდილის წინააღმდეგ მძლეობა ჯვრის მიერ გამოგვიჩნდა ჩვენ, ან და იმიტომ, რომ როგორც ჯვრის 4 წვერი შუა ცენტრის მიერ არის შემაგრებული და თანაშემჭიდროებული, ამგვარადვეა შემტკიცებული ღვთის ძალის მიერ სიმაღლე და სიღრმე, სიგრძე და სიგანე, ანუ მთელი ხილული და უხილავი ქმნილება. სწორედ ჯვარი მოგვეცა ჩვენ ნიშნად შუბლზე, როგორც ისრაელს წინადაცვეთა, რადგან ამ ნიშნის მიერ შევიცნობით მორწმუნეები და ვემიჯნებით ურწმუნოებს. იგია ფარი საჭურველი და ძლევის ნიში ეშმაკის წინააღმდეგ. იგია ბეჭედი, რომ არ შეგვეხოს ჩვენ მომსპობი, როგორც ამბობს წერილი. იგია მდებარეთა აღდგომა, მდგომარეთა სიმყარე, უძლურთა კვერთხი, სამწყსო ზარგანი, მოქცეულთა შემწეობა, წარმატებულთა სისრულე, სულისა და სხეულის ხსნა, ყოველგვარ ბოროტებათა უკუნქცევი, ყოველგვარ სიკეთეთა მომნიჭებელი, ცოდვის აღმოფხრა, ნერგი აღდგომისა და საუკუნო ცხოვრების ხე. ამრიგად ეს პატიოსანი და ჭეშმარიტად სათაყვანო ძელი, რომელზეც ქრისტემ თავითვისი მსხვერპლად შეწირა ჩვენ გამო, ღირსია თაყვანისცემისა, რადგან განწმენდილია იგი წმინდა სხეულისა და სისხლის შეხებით. თაყვანსაცემია ლურსმნები, შუბი, შესამოსელნი, აგრეთვე მისი წმინდა სამკვიდრებელნი, ბაგა, გამოქვაბული, მაცხოვნებელი გოლგოთა და ცხოველმყოფელი საფლავი. იყვნეს მუნ დედანიცა მრავალნი, რომელნის შორით ხედვიდეს, რომელნის შეუდგეს იესოს გალილეაით და მსახურებდეს მას, რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალინელი და მარიამ იაკობისი და იოსეს დედა და დედა ძეთა ზებედესთა. ისინი შეუდგნენ და ემსახურებოდნენ, მანამ არ განშორებიან, სანამ არ აღსრულდებოდა ჯვარზე. არც იუდეველთა დევნას შეუშინდნენ, იქ იდგნენ და იხილეს თუ როგორ განუტევა სული, როგორ იძრა მიწა, როგორ დასკდნენ კლდენი. მოციქულები გაიფანტნენ, დედები კი იქ იდგნენ, მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, მარიამი დედა იაკობისა და იოსებისა და ზებედეს ძეთა დედა. დედა იაკობისა და იოსებისა მათემახარებელი ასე უწოდებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რადგან იაკობი და იოსე იყვნენ იოსების შვილები პირველი ქორწინებიდან. დავით არცა შემწუხრდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიაით, სახელით იოსებ, რომელ იგიცა მოწაფე ყოფილიყო იესუისა. ესე მოვიდა პილატესა და გამოითხოვა გვამი იესოსი. მაშინ პილატე უბრძანა მიცემად გვამი იგი მისი და მოიღო გვამი იგი მისი იოსებ და წარგრაგნა იგი არმენაგსა წმიდასა და დადვა იგი ახალსა მისსა საფლავსა, რომელი გამოეკვეთა კლდისგან და მიაგორვა ლოდი დიდი კარსა მას საფლავისასა და წარვიდა. იყო მუნ მარიამ მაგდალინელი და სხვა იგი მარიამ და სხდეს წინაშე საფლავსა მას. წმინდა იოსებ არიმათიელი იესო ქრისტეს ფარული მოწაფეა. მას როგორც სინედრიონის წევრს მონაწილეობა არ მიუღია იუდეველთა იმ
ბჭობასა და ზრახვაში, რომელიც მაცხოვრისთვის ჯვარცმის სასჯელის გამოტანით დასრულდა. იესო ქრისტეს სიკვდილის შემდეგ მშვენიერი მზრახველი გაბედულად მიახლება პილატეს და მისგან უფლის წმინდა ცხედარს გამოითხოვს. ახლა იგი სასიკვდილოდ იმეტებდა თავს, რადგანაც ამით აღძრავდა საკუთარი თავისადმი საყოველთაო სიძულვილს, როდესაც აცხადებდა თავის სიყვარულს იესოს მიმართ და ბედავდა მისი ცხედრის გამოთხოვას და არც დაუხევია უკან, ვიდრე საწადელს არ მიაღწია. გაბედა არა მარტო ცხედრის მიღება, არამედ მისი ახალ სამარხში დაკრძალვა, რითაც აჩვენა თავისი სიყვარულიცა და მამაცობაც. ხოლო ხვალისაგან, რომელ არს შემდგომად პარასკევისა, შეკრბეს მღვდელმოძღვარნი იგი და ფარისეველნი პილატესა და რქვეს: უფალო მოვიხსენეთ, რამე თუ მან მაცთურმა თქვა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო. აც უკვე ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი, ვიდრე მესამედ დღედმდე. ნუ უკვე მოვიდნენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა ვითარმედ აღდგა მკვდრეთით და იყოს უკანასკნელი საცთური უძვირეს პირველისა. სიცრუე ყველგან ყველაფერს აკეთებს თავის საწინააღმდეგოდ და უნებურად თითქოს იცავს კიდეც ჭეშმარიტებას. საჭირო იყო იმის რწმენა, რომ უფალი მოკვდა, დაიმარხა და აღდგა და ყოველივე ამას თვით მტრები ხდიან ღირსად რწმენისა. ბრძანე მესამე დღემდე udaraჯონ სამარხს, მისი მოწაფეები რომ არ მივიდნენ ღამით და არ მოიპარონ იგი. მაშასადამე იგი გარდაიცვალა. ამრიგად თუ საფლავი დაბეჭდილია, მაშინ როგორღა ექნება ადგილი მოტყუებას, ეს ხომ შეუძლებელი საქმეა. ხოლო თუ არ შეიძლებოდა მოტყუება, ხოლო საფლავი ცარიელი ნახეს, მაშინ ცხადია რომ იგი აღდგა. არ შეიძლება ამის დაუჯერებლობა. აი მტრები როგორ ირჯებიან ჭეშმარიტების სასარგებლოდ თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე როგორ უფრთხილდებიან ჭეშმარიტებას მოწაფეებიც, როგორ არაფერს მალავენ მტრებისგან ნათქვამიდანაც კი, თუნდაც იგი სასირცხვილო იყოს. მტრები უწოდებენ მას მატყუარას, მოწაფეები კი ამაზე არ ჩუმდებიან. ეს ამასთან აჩვენებს იმათ ულმობელობას, რადგან სიკვდილის შემდეგაც ვერ გათავისუფლდნენ მრისხანებისგან. რქუა მათ პილატე, გაქუს თქვენ დასი, წარვედით და დაკრძალეთ, ვით არცა იცით. ხოლო იგინი წარვიდეს და დაკრძალეს საფლავი იგი და დაბეჭდეს ლუდსა მას დასისა თანა. პილატე არ აძლევს მარტო მხედრებს ნებას, რომ დაბეჭდონ საფლავი, არამედ ეუბნება, თქვენ როგორცა გსურთ, ისე დაბეჭდეთ, რათა შემდეგ არ დაადანაშაულოთ სხვები. ნამდვილად მარტო მხედრებს რომ დაებეჭდათ საფლავი, მაშინ იუდეველებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ მხედრებმა დაუშვეს გვამის წაღება. ახლა როცა თვითონ დაბეჭდეს საფლავი, უკვე აღარ შეუძლიათ ამის თქმა. თუკი მაშინ არ აღდგა, როდესაც ისინი საფლავს ასე საგანგებოდ იცავდნენ, 3 დღის შემდეგ მას განეშორებოდნენ და კიდეც შეეძლოთ რაღაცა ეთქვათ ჩვენ საწინააღმდეგოდ, თუმცა კი განუსჯელად. სწორედ ამიტომ დაასწრო მოვლენებს და აღდგა, რათა არ ქონოდათ მათ უსირცხვილო საბაბი. მათ ვინც თავხედურად შეიპყრეს იგი ცოცხალი, ახლა ეშინიათ, როცა იესო მოკვდა. თუ ეს იყო უბრალო კაცი, მაშინ რატომ იყვნენ მოსვენება დაკარგულნი? და იცოდნენ, რომ მან საკუთარი ნებით დაითმინა ყველაფერი, რომ მხოლოდ ითმენდა, აი ბეჭედიც, ქვაც და დაცვაც, და ყოველივე ამან მიცვალებული მაინც ვერ დააკავა.